კითხვა მაქვს, სულ 4 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე. არსებობს თუ არა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის კომპიუტერული პროგრამა, თქვენ თავის დროზე ამას ითხოვდით, რომ ეს აუცილებელი იყო ასეთი პროგრამის არსებობა, თქვა რთული კვანძების არსებობს. არ არსებობს. ამაშია საქმე. მაგ კი არა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ გარკვეული ასე თქვა აი ამ დარგის სპეციალისტები საზოგადოებიდან ჩამოსული, მოწვევით მე მგონი და რომ ნახეს ეს სისტემა, აი თქვა შუქნიშნების და თქვა რაღაცა საოცრად არარაციონალური, არასწორად გაკეთებული სისტემა არის. ხო და ამიტომ ამას ალბათ თავიდან გადაწყობა ჭირდება. იმიტომ რომ თქვენ თუ მანქანით მოძრაობთ, თქვენ შეხედავთ, რომ შესაძაც ერთი შუქნიშანი ინთება, მეორე ასე ვთქვათ, ქრება, მესამე და კაცი მანქანის ძღოლი ვერ იგებს, საით უნდა წავიდეს. ზოგი მარცხნივ უხევს, ზოგი მარჯვნივ უხევს, ხან ადამიანების გადასასვლელი იხსნება ამ დროს, როცა წითელი ანთებული და რაღაცა სრული ანარქია. Ну, ახლა ისეც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასეირნობს, ასე ვთქვათ, ქუჩებში, სრული ამ საკითხის მნიშვნელობით, როცა მანქანით დავდივარ, მეშინია, იმიტომ რომ შეიძლება უცებ წინ გადაგირბინოს შუა გზაჯვარედინზე, ეს გავოცდებით, აი გზაჯვარედინია და აი ესე გზაჯვარედინზე გადმოდის ადამიანი, აი შუაზე.